გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ორი სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე 6 არასრულწლოვნის სასჯელის ხანგრძლივობას გამოაცხადებს. უფლებადამცველები განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. წინა სასამართლოს ხდომაზე ყველა არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავე ცნო. გარდა ამისა, 8 პირის პროცესი უკვე მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე ეხება ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს. პროცესზე სავარაუდო წვეულების სტუმრები გამოიკითხებიან. გეომეტრიის სასამართლო პროცესზე ქალაქ მცხეთაში წვეულებაზე მყოფი პირები დაიკითხებიან, რომლებიც დაადასტურებენ იქ განვითარებულ მოვლენებს. რამოდენიმე მოწმესთან ასევე მოხდება ვიდეო ჩანაწერის დემონსტრირება, რადგანაც ისინი განმარტავენ იქ მყოფ პირების ვინაობას და ადგენენ და მათ მოქმედებებს აღწევენ. რა კითხვები დაისმება და რა პასუხებს მივიღებ, ბუნებრივია წინასწარ არ ვიცი, თუმცა უკვე მიცემული ინფორმაციის საფუძველზე გარკვეული ვარაუდები და მოლოდინები გვაქვს რა მიმართულებით დაისმება კითხვა. ვიდეო ჩანაწერი წინა სასამართლოს ხდომის ხდომამდე 5 დღით ადრე გადმოეცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარე მიშრომ ჰქონდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებას ცნობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ აღნიშნულზე არ იყო ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზები, რომელიც დაადგენდა კონკრეტულ პირთა იდენტურობას მოახდენა.